4დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა დღეს ფორმულას კიდევ ერთმა თანამშრომელმა. დროების ოპერატორი ნიკა პატარაია გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს. ამ დრომდე ისევ საპატიმროში რჩება ჩვენი ტელევიზიის სოციქსელის ჟურნალისტი ცირა ჟვანია, რომელსაც 10დღიანი საპატიმრო სასჯელი აქვს შეფართებული. ბოლო ერთ კვირაში კი პროტესტის გამო დაკავებული აქტივისტების რაოდენობამ უკვე 100-ს გადააჭარბა. მოსამართლე გამომიტანა 4 დღე პატიმრობა, 4დღიანი პატიმრობა. რაც შეეხება აქ ყოფნას ძალიან კარგად მეხსეოდნენ, საპრეტენზიო არაფერი არ მაქვს. დაკავების დროსაც ნორმალურად მეხსეოდნენ. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას შეგნებულად ვაღიარე, რომ ქუჩა გადავკვეთებით კი, იმიტომ რომ თვითონ ეს კანონი მიმეჩნია რომ რეპრესიული და ეს რეპრესიული კანონი გავაპროტესტე და გავაპროტესტე ასევე ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკა. აუცილებლად პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს პრორუსული ხელისუფლება არ დასრულდება. ასეთ გადაწყვეტილებებს იმიტომ იღებენ, რომ გონიათ, რომ ამ ხალხს ააშინებენ და რადგან იზოლატორში ჩასვენ 4-5-15 დღე, მეორედ ალბათ გონიათ, რომ ეს ადამიანები რუსთაველზე აღარ გავლენ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ როცა გამოდივართ აქედან, გავდივართ ავტომატურად რუსთაველზე, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ვარი, როგორც მოქალაქეების და ძალიან აუცილებელია, რომ პროტესტი გაგრძელდეს, მალე გახდება 1 წელი. და 1 წელი ამ ხალხმა ვერ გაიგო ის, რომ ჩვენ არ გავჩერდებით იქამდე, სანამ ბრძოლას არ მოვიგებთ.